თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე გოგოლაძის, ევა შაშიაშვილისა და კიდევ 13 პირის ეპიზოდზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე ბრალდებულებმა წარდგენილ ბრალდებაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები. მათი ნაწილი ბრალს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე ასევე ერთ-ერთი ბრალდებულის, ევა შაშიაშვილის ადვოკატებმა დაკავებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობა დააყენეს. ადვოკატების განცხადებით აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულისა და მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. პროკურორის განცხადებით საპროცესო შეთანხმება აღიარების საფუძველზე ხდება. ამ ეტაპზე კი დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ასევე დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. დავით ჟღენტის ნაწილში დეტალურად მოახსენეთ სასამართლოს იმ არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესახებ, რომელზე დაყრდნობითაც არ დასტურდება დავით ჟღენტის მიმართ ბრალა წარდგენილი ქმედება. განსაკუთრებით დავითის მიმართ ხაზგასმელია, აღსანიშნავია ის გარემოება, რაზეც ბრალდების ხარემაც მიუთითა, რომ მის მიმართ არ არსებობს არც ერთი ვიდეო ჩანაწერი, არც ფოტო ჩანაწერი, არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ასახავს თეორიულად არ არსებულ რაიმე დანაშაულებრივ მოქმედებას. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, თუ კი სასამართლო რა თქმა უნდა იქნება ობიექტური, ამ შემთხვევაში ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება დავითის მიმართ შეიძლება იყოს მხოლოდ გამართლებელი განაჩენი. საპროცესო შეთანხმების წინაპირობა არის ბრალდებულის მხრიდან ბრალის სრულად აღიარება. როგორც დღევანდელ პროცესზე იქნა გაჟღერებული ყველა ბრალდებულის მხრიდან, ისინი არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას, დუმილის უფლება აღიარებას არ ნიშნავს. შესაბამისად, თუ კი შემდგომში თითოეული ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, მიიჩნევს უდაოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე მზად არის, რომ მასთან იმსჯელოს კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობა. რაც შეეხება სხვა სახის აკვეთი ღონისძიების გამოყენებას. ჩვენს მიერ დასაბუთებული იქნება ყოველ კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ის აკვეთის ღონისძიება იქნებოდა მიზანშეწონილი, რაც აქვს თითოეულ შეფარდებული. შესაბამისად, ამის გადასინჯვა, როდესაც მოხდება, ბრალდების მხარე ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურებს და დაასაბუთებს კონკრეტულ აკვეთის ღონისძიებას.